მოგესალმებით. დღევანდელი გაკვეთილი იქნება if statement-ებზე, როგორ შეგვიძლია რაღაც გარკვეული კონდიციის შემოწმება და მაგის მიხედვით რაღაცა გარკვეული კოდის გაშვება. მოდი შევქმნათ ჩვეულებრივ ახალი სკრიპტის ფაილი, რომელიც იქნება editor სკრიპტი. არ აქვს მნიშვნელობა რას დავაწერთ. კარგი. პირველ რიგში მოდი შევქმნათ რაღაც გარკვეული ცვლადი. ჯობია ცვლადი გავაკეთოთ, ვიდრე რაღაც გარკვეული string-ი შევქმნათ ეგრევე. მაგალითად, იყოს name, რომელიც იქნება string-ი და ეს name იყოს მაგალითად godot. მოდი ახლა შევამოწმოთ ეგეთი რაღაცა. If name შედარებისთვის ვიყენებთ ორცალ უდრის, ხო? თუ უდრის, მაგალითად, აი ამ ჩვენს godot-ს, ამ შემთხვევაში მინდა რაღაცა გავაკეთო. Print მაგალითად you are creating games. მაგალითად აი ესეთი რაღაც გავაკეთოთ. Ctrl-Shift და X დავაწვევი და შევამოწმებ outputs. ნამდვილად დაიწერა, რომ you are creating games. ანუ ეს ჩვენი name-ი godot-ს უდრის. სხვა შემთხვევაში აი მაგალითად თუ არ უდრის, მან შემიძლია რომ სხვა რაღაცა გავაკეთო. აი მაგალითად თუ ამას არ უდრის, you are ამას არ უდრის, მაგალითად პატარა git რო დავწეროთ, you are not creating games მაგალითად. ეგეთ რაღაც შეიძლება გავაკეთოთ. მაგრამ თქვათ მაგალითად დავტოვოთ აი ეს. ასევე გვაქვს else statement-ი. You're creating games. სხვა შემთხვევაში თუ ამას არ უდრის, მაგ შემთხვევაში მინდა რომ დავწერო აი წეღან რაც დავწერო რეალურად. You are not დავწეროთ using godot. მაგალითად გიყოს unity. რაღაც პირველ შემთხვევაში, კაი, სანამ ამას გადავაკეთებ. ეხლა ამ შემთხვევაში godot-ი არის, ნამდვილად godot-ი არის, name-ი მაგას უდრის და print statement-მა ეს უნდა დაბეჭდოს. მოდი წავშლი ყველაფერს, გავუშვებ და you're creating games. მოდი აბა ამის მაგივრად unity-ს ჩავწერ. და ეხლა ვნახოთ რა მოხდება. You are not using godot. ანუ ეს else-ი ნიშნავს იმას, რომ, პირდაპირ ვთქვათ, თუ ეს რაღაც არის სიმართლე მაშინ ეს გააკეთე, else, ანუ სხვა შემთხვევაში გააკეთე ეს. მაგრამ ამის გარდა ასევე არის მაგალითად აი ეს, elif, else if, თუ არა და აი ეს რაღაც გარკვეული კონდიცია იქნება, მაგ შემთხვევაში გააკეთე. ვთქვათ, name უდრის unity, რომელიც გქონდა. მაგ შემთხვევაში შემიძლია დავაბეჭდო you are using unity. და აი ამას თუ შევამოწმებ ახლა you are using unity. აი ესეთი რაღაცა გამოდის საბოლოო ჯამში. if statement-ებზე სულ ეს არის რეალურად, აქ შეგვიძლია რომ ძალიან ბევრი რაღაც გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, ეს print statement-ით ყველაზე მარტივი და პრიმიტიული ვარიანტი არის, მაგრამ ხო, ამის ძირითადი არსი ეგ არის, რომ რაღაც გარკვეული კონდიცია გვაქვს და ამ კონდიციით შეგვიძლია რაღაც გარკვეული მოქმედების გაკეთება. მაგალითად, რო შევქმნათ number 1, რომელიც უდრის 10 და რო შევქმნათ number 2, რომელიც უდრის 15-ს. ეგეთ რაღაცა რო დავწეროთ ჩვენ მაგალითად, რომ if num1 მეტია num2-ზე, მაგ შემთხვევაში მინდა რომ დაიბეჭდოს რაღაცა. მაგალითად, num1 is greater than num2. სხვა შემთხვევაში მინდა რომ დაიბეჭდოს ეს, ოღონდ num2 num1-ზე. შევამოწმოთ. დაიბეჭდება რომ num2 არის მეტი num1-ზე. აი ეს არის ძირითადი ლოგიკა ამ ყველაფრის. კარგი, if statement-ებზე როგორც თქვით, სულ ეს არის, შეგვიძლია ახლა გადავიდეთ რა არის while loop-ი. თქვათ მაგალითად შევქმნათ ცვლადი, რომელიც იქნება enemies, რომელიც იქნება integer. რაღაცა გარკვეული რიცხვი შეიძლება გქონდეს.
ეს შეიძლება იყოს 50. 50 მოწინააღმდეგე გვყავს. While loop ეგეთ რაღაცას აკეთებს, რომ მაშინ როდის ეს რაღაცა კონდიციის შემოწმება არის. მაშინ როდესაც რაღაცა კონდიცია არის სიმართლე, რაღაცა კოდი გაუშვი. While enemies მეტია 0-ზე, მაგ შემთხვევაში მინდა რომ მაგალითად დავბეჭდო ეს ჩვენი enemies. მაგრამ ეხლა ეს კოდი არ გავუშვათ, იმიტომ რომ საქმე ის არის რომ ეს enemies 0-ზე მეტი არის ყოველთვის, ხო? ანუ ეს გამუდმებით წავა და არასოდეს არ გაჩერდება. და რადგანაც არასოდეს არ გაჩერდება, ნუ კომპიუტერი ადრე თუ გვიან გაგვიჭედოს, როგორც ძლიერი კომპიუტერიც არ უნდა იყოს და შეიძლება გოდოტი, მარტო გოდოტი კი არა, კომპიუტერიც გაიქრაშოს. ასე რომ ეს არ გააკეთოთ. ეგრევე არ გააკეთოთ, შეგიძლიათ ეგეთი რაღაცა გააკეთოთ, რომ enemies უდრის enemies -1. ანუ ყველა ჯერზე არასწორად დავწერე. ყველა ჯერზე, როდესაც ეს enemies მეტი არის 0-ზე, ეგეთ რაღაც გააკეთებს, რომ ამოაპრინტერებს enemies და ასევე enemy 1 შემცირდება. ანუ დაიწყება რომ 50, 59 და ასე შემდეგ. და მოდი შევამოწმოთ აბა ეს ყველაფერი. და აი მართლა ეგრე არის. წამოვიდა 50-დან და ჩამოვიდა 1-მდე. მოდი ახლა 50-ის მაგივრად 10 გავაკეთებ და თავიდან გავუშვებ ამ ყველაფერს. და ნამდვილად ეგრე არის, ხო? 10-დან 1-მდე ჩამოვიდა თანათანობით. ეხლა აქ ცალკე შეგვიძლია რა თქმა უნდა, რომ ცალკე შეგვიძლია რომ რაღაცნაირად ცოტა გავართულოთ ეს ყველაფერი და დამატებითი რაღაცა თავისებურება შემოვიღოთ ამ while loop-ისა. მაგალითად, იმ შემთხვევაში თუ enemies პოლია მაგალითად 7-ის. ამ შემთხვევაში მინდა რომ გააკეთოს continue. მოკლედ, საბოლოო ჯამში გვაქვს ჩვენ continue, რომლის მიხედვითაც enemy როდესაც 7 გახდება, აქ ამ 7-ს გადაახტება მოკლედ. უბრალოდ ახლა გვჭირდება რომ ეს კონკრეტული ავიღოთ და აი აქ გადავასვათ, რადგანაც თუ ეგ არ მოხდება, მაგ შემთხვევაში ყოველთვის ეს შემოწმდება და ნუ აქამდე არასოდეს არ მივა მოკლედ. მოდი ახლა ამას გავასუფთავებ მე, runs გავაკეთებ და აი თუ დავინახავთ, აქ 7 ნამდვილად არ არის. მეორე შემთხვევა არის მაგალითად break-ი, შეგვიძლია გავაკეთოთ. ამ break-ის შემთხვევაში რა ხდება? მოდი შევამოწმოთ აბა. გავუშვათ და აი 9-8 და მე-7-ზე რო ჩამოვიდა, მაგის მერე გაწყვიტა საერთოდ. აი 5-ზე რო გავაკეთოთ მაგალითად. მაგ შემთხვევაში 6-მდე ჩამოვიდა და აი 5-ს რომ მივიდა, 5-ზე გაწყვიტა ეს ყველაფერი. ხო, აქ ეხა ერთი რაღაც შეგვიძლია დავამატოთ მაგალითად, აი ამის შემოკლებული ვარიანტი შეგვიძლია გავაკეთოთ. ეხა ეგ როგორ ხდება? უბრალოდ რო დავწეროთ მინუსი და უდრის, 1-ს იგივე შედეგი გვექნება აბსოლუტურად. ეს რაც ნიშნავს? enemy უდრის თავის მნიშვნელობას გამოკლებული 1-ს. და ყველა ჯერზე აი ასეთ რაღაცას აკეთებს და ეგ არის უმეტი არაფერი. კარგი, while loop-ზე სულ ეს არის, while loop-ის გარდა ასევე არსებობს for loop. ეხლა for loop-ის დანიშნულება რა არის? ეხლა მაგალითად მოდი ვნახოთ ეგეთი რაღაცა. მოდი გავაკეთოთ for loop-ი, სადაც მაგალითად, მოდი აქაც იყოს რაღაცა enemy. For every enemy, ანუ თითოეული enemy-ისთვის რაღაც გარკვეულ წარმოვიდგინოთ რაღაცა გარკვეული data გვაქვს, ხო? მაგალითად რაღაცა გარკვეული range გვაქვს. Range არის Godot-ის ჩაშენებული ფუნქცია. მაგალითად 10 range-ში მინდა რომ print-ი გავაკეთო ამ ჩვენი enemies ეს იყოს enemy. და მოდი შევამოწმოთ რა მოხდება ამ შემთხვევაში. ზიმ. და აი თუ დავინახავთ 0-დან 9-მდე ეს იწყება ინდექსის მიხედვით 0 ანუ პირველ ადგილზე არის 0-იანი. და აი რაღაცა გარკვეულ range-ში დაბეჭდა აი ამდენი რაღაცა. ეხლა ეს თუ გვაბნევს, შეგვიძლია უბრალოდ აი ეს გავაკეთოთ და აი ეგეთი რაღაცა გამოვიდა საბოლოო ჯამში.
შემთხვევაში აი ამ for loops იყენებენ მაშინ, როდესაც გვაქვს რაღაც გარკვეული array. Array რო წარმოვიდგინოთ არის რაღაც გარკვეული ყუთი არის, რაღაც აი როგორც სულაც ვქნით, აი მაგალითად ეგრე შევქმნათ, აი ჩვენ ხო ვქნით სულაც აი მაგალითად როგორც აქ შევქმნით რაღაცა var რაღაცა ნამბერი და აქ 10-იანი იყო. აი ზუსტად აი ასეთი data set-ი არსებობს, რომელსაც ქვია array. მაგალითად ეს იყოს subjects, რომელიც არის array. და ამ subject-ში მოდი შედიოდეს რამდენი რაღაცა. array თუ გვინდა დეკლარაცია გავუკეთოთ, აი ასეთი ფრჩხილები გვჭირდება. და შეგნით შეგვიძლიათ შევწყვეტ რაღაცები. მაგალითად science, მერე მძიმე, მერე ისევ ასეთი რაღაც გავაკეთოთ. შეგვიძლია იყოს მერე biology, შემდეგი იყოს math. და ეგეთი რაღაც შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ for subject აი ეს subject შემიძლია ეს ნებისმიერი რაღაცა იყოს, მაგრამ რადგანაც subjects მაქვს, ანუ მრავლობითში არის საგნები, საგანს გავაკეთებ მხოლობითში. For subject in subjects აი ამ array-ში მინდა რომ რაღაცა გაკეთდეს. რა მინდა გაკეთდეს? მოდი დავბეჭდავ subjects. მოდი გავუშვებ ახლა ამას და დაიბეჭდა სამივე. მაგალითად პრინტის მაგივრად, პრინტი ხო გავაკეთეთ და ასევე ეგეთი რაღაცა გავაკეთოთ, რომ ამას, რა ვიცი, ეს დავუმატოთ ამას string-ად რო გადავაქციოთ, რავი, 10-იანი. ეგეთი რაღაც გავაკეთოთ. არაფერს არ ნიშნავს საერთოდ, მაგრამ აი 10-იანები დაემატება ზემოდან ამას. თუ გვინდა რომ შეგნით აი რაღაცა გარკვეული space-ი გავაკეთოთ, აი შეგვიძლია ეგეთი რაღაცაც გავაკეთოთ და ამას რო გავუშვებთ, აი ეგეთი space-ი იქნება საბოლოო ჯამში. For loop-ებზე სულ ეს არის რეალურად, მაგის გარდა ისეთი არაფერი არ არის, კონკრეტულად აი range-ს რაც შეეხება, მოდი range-ზე ისევ დავბრუნდეთ აქ და რაღაც გავაკეთებთ. ხა range-ი არის ჩაშენებული ფუნქცია და აქ რამდენიმე რაღაცის გაკეთება შეგვიძლია. აი მაგალითად თუ გვინდა რომ range-ი კონდეს, მოდი ხა ამას ზემოთავიდან, რომ აი ბოლოში კონდეს. range-ი მაგალითად 2-სა და 10 შორის. ეგეთი რაღაც შეგვიძლია გავაკეთოთ და 2-სა და 10 შორის არის ნამდვილად, ხო? ბოლოზე მაგათ შორის არის მოკლედ. დღეისათვის სულ ეს არის ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ჯერჯერობით საკმაოდ მარტივი არის ეს. array-ის ნაწილს უკვე შემდეგი ლექსიდან გავავლით და კარგად ვნახავთ თუ რა არის და როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ის. იმედია მაქვს მოგეწონათ, გისურვებთ სასიამოვნო საღამოს.